მეშვიდე დღეს უკვე პირველ დათესილს ვიღებ და ახალს თესავ. გაჩვენებს ხომ თაში რომ დანამული მინდორზე რომ გაივლე. ხო, რა ლამაზია, ნახეთ ცვრიანი. თანადაფინანსებით მოვაწყე ჰიდროპონიკის სისტემა ჯეჯილის საწარმო. 15 ჰექტარი ჭირდება. და ამას აკეთებ თქვენ ერთ ოთახში. კი, ერთ პატარა ოთახში. ჩემი სურვილი იქნება და მიმართვა ყველაზე რომ იქით დარჩეს და გააძლიეროს სოფელი. ცოტა შევაწუხეთ მგონი. არა უშავს. მაგრამ წინ რა ელოდებათ ჯერ არ იციან. ჩემი დაკვირვებით ბატონო გენო. ყველა გადაცემა გამორჩეულია, რომელსაც აქეთ მხარეში, ხულოში და დიდაჭარაში ვიღებთ. კი ბატონო. და თქვენ სრულიად ინოვაციურად მიუდექით ბიზნესის წარმოებას ხულოში, ნიადაგს არ ეხებით საერთოდ. ისე აკეთებს ძალიან საინტერესო ამბავს. კი, ჩვენ ვეწევით მემთაბარეობას მეცხოველეობის დარგში. მოგეხსენებათ მაღალმთიანეთში 6 თვის განმავლობაში გადაყვავს ბაგურ კვებაზე პირუტყვი. ტელეფონში შემხვდა ისე ნაუცბეთებად ჰიდროპონიკის სისტემა და არ ვიცოდი რა ჩავურმავდი, მერე კი ნახე და რო გაინტერესებს ბოლომდე მივედი იმ თემაზე, რომ ეს ჩემს ფერმაში არის აუცილებელი მხარე და იცი რატო ზამთრის პერიოდში ბაგურ კვებაზე როცა გადადის პირუტყვი, წვნიან მასას, ფაქტიურად მწვანე მასას ვერ იღებს და პროდუქტიულობაც ძალიან ნაკლები არის, დაბალი არის. კომბინირებული საკვების საწარმო მაქვს და პლუს მინდოდა რაღაცი სიახლის დამატება. აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამოცხადდა გრანტი, მივიღეთ მონაწილეობა, სადაც გავემარჯვე და თანადაფინანსებით მოვაწყე ჰიდროპონიკის სისტემა ჯეჯილის საწარმო. ამ ეტაპისთვის 2 წელია, რაც მყავს იგივე პირუტყვი, რაც მყავდა და რაც მყავს დღეს და აშკარად არის საგრძნობლად არის მატება. 4 წველადობას გულისხმობ, რა თქმა უნდა და პლუს მაგას პროდუქტიულობას 4-დან 5 ლიტრზე უკვე გამსხობა მიცა კომბინირებულმა საკვებმა ჯეჯილთან ერთად, რა თქმა უნდა. ჯეჯილი არის ძალიან კარგი და სასიამოვნო პირუტყვისთვის თვითონ განაპირობებს რომ ძალიან მოწონს. კი, თქვენ მითხარით კადრს მიღმა გადაირივნენ ძროხებიო, ისეთ დღეში შევიდნენ ჯეჯილი რომ დააგემოვნესო, ხო? კი ბატონო. და საერთოდ ჩემთვის საინტერესოა, ეხლა ამდენ ფერმაში ვყოფილ ვარ და არ შემხვედრია თითქმის აი ეს აქტიურად ვინმე ჯეჯილს რახანამდენად ზრდის პროდუქტიულობას და თან თითქოს ხო მარტივი პროცესია, მე ვიცი ახლა თქვენ რა სირთულეებსაც გადიხართ. წყალში ვალბობთ 7-8 საათის განმავლობაში. მერე ჭირდება 1-5-6 საათი რომ გავივდეს თესლი და ითესება ჩვეულებრივად სინებზე რა. ამას აუცილებლად ნახავთ შიგნით ყველაფერი აქ ხო არის. სინებზე და დათესვიდან აღებამდე 7 დღის განმავლობაში არის უკვე 20-დან 25 სანტიმეტრამდე იზრდება. 7 დღის განმავლობაში წარმოიდგინეთ, ეხლა რამდენი ხანი დაჭირდებოდა ამას ნიადაგზე? ნიადაგზე 35 კვადრატი არის ჯეჯილის საწარმო, სადაც ეხლა მაგ მოსავალს რომ ვღებულობ, მაგას ჭირდება 6 თვის განმავლობაში დაახლოებით 1-15 ჰექტარი მაინც რომ ის რაოდენობის მასა მიეღო. 15 ჰექტარი ჭირდება. და ამას აკეთებ თქვენ ერთ ოთახში. კი, ერთ პატარა ოთახში. შუქი უფასო არის იქა, იმიტომ რომ მზის პანელებზე მაქვს მიერთებული, წყალი ჩვენთან უფასო არის. სად გაქვთ ეს მზის პანელები, შემიძლია რომ დავინახო აქედან? აგერ სახურავზე არის. ზემოთ. რა მაგარია, მზის პანელებიც ამ ბიზნესთან ერთად დაიწყეთ თუ მანამდეც გქონდათ? არა, მზის ერთად არის, ერთდროულად არის. ერთდროულად. ესეც თანადაფინანსებით მიიღეთ, ხო? ხულოში რა ხდება, როგორი ზამთარი გქონდათ, როგორ გადაიემნე? ხო იცით, მზად ვიყავი, რომ აქ ციცივე იქნებოდა, ჯერ კიდევ თოვლი იქნებოდა, მაგრამ შესანიშნავი ამინდი დაგვახვედრეთ და წელს ქონდა უხვი წელი. თოვლის მიმართულებით ძალიან უხვი წელი ქონდა. ზოგადად წინაპრები გაიძახოდნენ, ეს არის ასეთი მონათქვამი, როცა არის უხვი ზამთარი, ის წელიწადი იქნება მოსავლიანე
თაც გამორჩეულიო და ველოდებით ანუ ველოდებით კი. მაგარ შედეგებს, კი, ხო, რა ამ თქმა წელს. უნდა. ძალიან მაგარია. კი, ფესტივალობით იქნება აქაურობა ყველაფერი. რამდენადაც სიმდიდრით უხვია, ფერმერული საქმიანობა ძალიან რთულია აქ, ხო? იმიტომ რომ მცირე მიწიანობა, მკაცრი ზამთარია, კლიმატთან ადაპტირება ძალიან რთულია და ფაქტობრივად ყოველთვის ყოველ წელს ფერმერი რაღაც ძალიან დიდი გამოწვევის წინაშე დგება. ზუსტად მაგ მცირე მიწიანობამ მოიტანა ის იდეები, რაც რომ დღეს დღობით გაჩვენეთ, ეხლა რაც რომ გაჩვენებთ ეხლა. უსურვებდი ყველას, რომ ნამდვილად გადაიღონ და გაუმჯობესონ და ხო, ეს კიდე ცალკე დასაფასებელი ამბავია. მე ძალიან ვაფასებ ფერმერებს, რომელსაც უნდათ რომ თავიანთი წამოწყებული საქმე ბევრმა გააგრძელოს და ბევრი აყვეს ამ ტემპს და თქვენთან სოფელში როგორ არის ესე თქვენი იდეის შემდეგ თან ესეთი მაგარი შედეგები რო დადეთ, სცადა ვინმე? ვიღაცამ ჩემი მიღებული ეს პროდუქტი წაიღო და თავის პირუტყზე კი სცადა. იქა თუ როგორ არის და არის ეხლა ასეთი ისინი რომ მოდის პიროვნება მოქალაქეები თავის პირუტყვისთვის რომ მიაქვთ. და როგორც ასეთი რომ გააკეთონ და რაღაცა ცოტა დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული, რატომღაც ჯერ მერყეობენ რა. მერყეობენ, მაგრამ რა იცით რა ხდება. კი ბატონო, წარმატებებს ვუსურვებთ ყველას. ახალად რომ მოდის ის ძალიან მაგარი საყვარელი არის. აუ ძალიან. ზოგი ახალად ფესრო იღებს. თან ერთხელ მაინც ყველას გაუკეთებია ეხლა ჯეჯილი. კი, რა თქმა უნდა. ხო, სააღდგომოთ. მაგრამ ჩვენ ბამბაზე ვაკეთებთ. და მას ჭირდება მხოლოდ წყალი. ვაა. ტენიანობა სითბო და წყალი. 360-დან 380 კილოგრამამდე 24 საათის განმავლობაში უწყვეტ რეჟიმში ყოველდღურად რომ მიიღებ მასას. ვაუ. 360-დან 80 კილოგრამამდე რა, ყოველდღურად. 50 კილოგრამი მარცვალს ვალბოთ. დღეს მეორე ითესება, მერე კიდე ასე, კიდე 50 და მეშვიდე დღეს უკვე პირველ დათესილს ვიღებ და ახალს ვთესავ. უწყვეტ რეჟიმში რომ ყოველდღურად ვღებულობ ანალოგიურად მას. კი, იმიტომ რომ საკმაოდ მცირე დრო ჭირდება, 7 დღე ჭირდება დაახლოებით კიდევ ერთხელ რომ განვმეორდეთ, იმისთვის რომ მივიღოთ ასეთი სრულყოფილი შედეგი და ულამაზესია მართლა ძალიან ერთგვაროვანი. ყველა თავიდან როცა დაიწყეთ, როგორც მითხარით, ინტერნეტში შეგხვდათ ეს იდეა. შემდეგ მოიძიეთ ინფორმაცია, გადაამუშავეთ და მე უკვე პოსტალურად გავაკეთე, ჩემ თვითონ გავაკეთე, ისე სახლის პირობა, ოჯახის პირობებით. არის სხვათა შორის იქ ინტერნეტში არის ჩემსავეთ მოყვარულ დონეზე ვინც რომ გააკეთა, ოღონდ დაჭირდა 15-16 დღე და ასეთნაირად ერთ სიმაღლის ცოტა არ გაიზარდა, მაგრამ კარგი იყო. აჰა, მაგრამ დაკვირვებისთვის ღირდა ეს ყველაფერი, იმიტომ რომ გათვალეთ უკვე რა რისკები არსებობს და რა უნდა დავიცვათ, ხო? რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რითაც უკვე შეგვიძლია ამ ბიზნესზე ფიქრი დავიწყოთ? ყველაზე მნიშვნელოვანი არის მე ახლა ზოგადად ჩემი ის არის და სენდვიჩ პანელის შენობა მეთქი, იმიტომ ვიზახ რომ ეს არის თბო იზოლაციით დახურული და სიცივე და სიცხეს ერთად რომ ინარჩუნებს. კონტეინერები არის ზოგადად ძალიან ძვირი ხარჯებთან არის დაკავშირებული, მაგრამ ამ ეტაპისთვის პატარა ოთახი, ცელოფნით ასეთნაირად რომ გააკეთოს, აგერ არის კი ბატონო მოიძიებენ და თავარი არის ამისი რა, მარცვლეული, სუფთა, ნატურალური მარცვლეული დათესვა. სუფთა ნატურალურ მარცვლეულს? საქართველოსთან ჩამოაქვს გორი, ქარელი. გაქვთ წყალთან დაკავშირებული პრობლემა, ისე რომ აი ვთქვათ, ზუსტად ეგ არის სოფელში ცხოვრების უპირატესობა მთავარი. კი ბატონო. და ამ წყალს არ ჭირდება არანაირი მინარევი, დანამატი თუ ხდება რაიმე შერევა. წყალბადის ზეჟანგი რომ ჩავასხა ძალიან კარგი იქნება, ეს არის 20 ლიტრზე სადღაც 1 გრამი. ეს იმ შემთხვევაში არის თუ რაღაცა მაინც შეყვარა მარცვლეულს. ბატონ გენო, ამ ერთ პანელზე რა რაოდენობის მარცვლეული თავსდება, რამდენი კილოგრამია? ამ ერთ თავსდება დაახლოებით კილონახევრამდე. აბუი, ერთ შემოვაგდო ეს. კი ბატონო. კილონახევარი და კილონახევარი რამდენ კილოგრამ მწვანე მასას ყვაძლევს? 12 კილოგრამამდე, 12-13 კილოგრამი გახდება 7 დღეში. ვაუ, რა მაგარია. 7 დღეში უკვე აი 1 კილოგრამი ხორბლიდან მივიღებთ, ხორბლი, ქერი, არა აქვს მაგას მნიშვნელობა, მივიღებთ
1 კილოგრამიდან 6 და 8 კილოგრამამდე. მე მაინტერესებს აი ეს მარცვალი რო აქ ჩავარდა. ვამზადებთ თავიდან როგორც მითხარით, ვალბობთ მარცვალს, ხო? და შემდეგ უკვე ეს დალბობილი მარცვალი თავსდება ამ პანელზე. კი ბატონო. და ეს 7 დღე როგორ ახერხებს რაღაც 10-12 კილოგრამამდე წონის მომატებას და ესე გაზრდას. კი ბატონო, რო არ დავსვილდეთ, აგერ თავისი იმით აკეთებს რელეები, მაგრამ ეხლა გაჩვენებ თუ როგორ ირწყვება. აი როგორ ირწყვება. ეს არის 24 საათში ირწყვება 4 ჯერ. ყოველ 6 საათში 2-2 წუთით ირთვება თავისით და ირწყვება. ვაა. ეს იმას გაჩვენებს, ხო, მთაში რო დანამული მინდორზე რომ გაივლე. ხო, რა ლამაზია, ნახე ცვრიანი და დაუჯერებელია ასეთ სილამაზეს, სულ არაფერი ჭირდება. წყლის გარდა არაფერი არ ჭირდება. მიშვეული ვართ რომ სასუქები უნდა, მთელი მოვლა უნდა, ამბავი უნდა, აი ჰიდროპონიკა და თანამედროვე ტექნოლოგიების ძალა რაშია. ჩვენ და ჩემ დასაუბედუროთ მე ასე ვიტყვი. უმეტესი რაოდენობა მიდის ქალაქში, ყველას წარმატებებს უსურვება, თქმა უნდა, მაგრამ იქ მე რასაც უყურებ ჩემს ახლობლებს, ნათესავებს, მეგობრებს, რასაც ჯაფას და მუშაობას გადიან, მის ნახევარი რაოდენობის მუშაობა არის საჭირო და იმაზე მეტი შემოსავალი სოფელში. ჩემი სურვილი იქნება და მიმართვა ყველაზე რომ პირიქით დარჩეს და გააძლიეროს სოფლები. ეს მხარე მით უმეტეს გაძლევს იმის შესაძლებლობას, აი სულ რომ ესე მიაგდო მარცვალი, შეიძლება ულამაზესი. ან ხე ამოვიდეს, ან ბოსტნეული, ან ყილი. ეს კողმა გადააგდო, წაღმამოდეს კი ბატონო. კი ბატონო. კარგი, გადავიდეთ ახლა მე მაინტერესებს ამ მწვანე მასას როგორ დააგემოვნებთ თქვენი საქონელი და გადავინაცვლოთ. აქედან უნდა წავიღოთ, ხო? ალბათ. აქედან წავიღოთ. რაულუფა მოდის, რაულუფა. ეს რამდენი კილო იქნება ბატონ გენო? ეს იქნება 12-13 კილოგრამი. არა და კილონახევრით დაიწყო ყველაფერი მარცვლიდან. რამდენი სული ყავთ? 12, 2 პატარა მყავს. გამარჯობა მეგობრებო. მოგესალმა. მომესალმა. ცოტა შევაწუხეთ მგონი. არა უშავს. მაგრამ წინ რა ელოდებათ ჯერ არ იციან. ეგერ თქვენ თვითონ მიერთვით ქალბატონს. ეს მთლიან. კი, მიეცი. ესე დავდოთ. კი, ან მიეცი გამოგართმევს თვითონაც. არაფერს არ იმას იცავს. ვაა! ამხელა ჯეჯილი ერთ ლუკმად არ იყო. ხო. დღიური ნორმა რამდენია ჯეჯილის ერთ სულ საქონელზე? ქივასთან ერთად ვაძლევთ ახლა ჩვენ 5 კილოგრამი ჯეჯილი, 2 კილოგრამი თივა რა. მე რა გემრიელი სუნი აქვს ამას შეიძლება მისჭობა? დღის განმავლობაში 10-დან 12 კილოგრამამდე ერთი პირუტყვი ჭამს რა. 300 კილოგრამიან წროხაზე ვიძახი რა. და რეალიზაციას ათხდება? არიან 2-3 ადგილობრივი არიან, ვისაც ყავს დიდი რაოდენობით. ფასიც ახლა როგორ არის? ფას განაპირობებს დღის მდგომარეობით მარცვლეულის ღირებულობა. კი ბატონო. არის თუ 60 თეთრი არის შესაბამისად 20 თეთრი ღირდა 1 კილოგრამი ჯეჯილი თივასთან გაცილებით იაფი არის და მომგებიანიც არის ნატურალურიც არის ხარისხიანიც არის ხმელ თივაზე. ანუ 1 კილოგრამ ზაჯეჯილს ამბობ 20 თეთრი? 20 თეთრი თუ ახლა გაიზარდა და ფასი როგორ წადის იმის მიხედვით ახლა ჩვეულებრივად ბიზნესის არის მიყვება ახლა რა ფასი. ვაა, რა საინტერესოა. კი, მარცვლეულის ღირებულება. ცნობისათვის ეს არის ზუსტად 1 წლის გახდა გუშინ წინ. აი ეს 1 წლის არის? 1 წლის. აგერ ეს არის 1 წლის და აგერ ესენიც მოსწონს. ჯერათ თქვენ რომ ეს 1 წლის არის? ეს არის 1 წლის. ჯეჯილზე გაზრდილი პირუტყვი. რა მაგარია. ანუ წველა მითხარით რომ 4-5 ლიტრით დაახლოებით გაიზარდა, ხო? კი. ეს თქვენი პირუტყვის მაგალითია თუ სხვაებიც ამბობენ ამას? სხვაებიც ამბობენ. ეს სერიოზია. ამას რატო გვიმალავდით, რა ხდება აქ? მარცვლეული არ მაქვს და ეხლა იმიტომ გითხარი 3-4 დღეში რომ წამოხვიდეთ ყველაფერი იქნება მეთქი რა. მე დიდაჭარა რო გავიგე 3-4 დღე ვეღარ მოვითმინე მართლა ამ კვირას ვერ ჩავარდებდი. ასე და იქით აღარ გამოჩნდება მაშინ რა. ასე და ხო. აბა აქ რა ხდება?
მთავარი ბუნკერი არის, სადაც იღრება სიმინდი, ქერი, ხორბალი, ზესუმზირის, სოიოშროტები და გადადის საღერ წისქვილში, ანუ იქიდან იფქვება შნეკის მეშვეობით, იქიდან გადმოდის ბუნკერებში. ეს არის მიქსერის შემრევი, რომელიც შეურევს ყველაფერს, აქში ჩადის მერე ის მინარევები და ეს კეთდება თუ როგორ არის საწველი, არის სახორცე მიმართულებით. და ვაკეთებთ კიდე სამ ეტაპად, ერთი არის კიდე შერეული ტიპი რა, სიმინდი, ქერი, ხორბალი ერთად გაზავებული. მზასაკვები იქიდან იქიდან ჩამოდის ტომრებში შეუკრავ თავს, აიწონება და ზად არის რეალიზაციის. არც არაფერს არ გაჩვენებთ დღეს აქ რა ხდება, იმიტომ რომ მეორედ უნდა მოვიდე კონკრეტულად ამ პროცესისთვის. აქ უნდა მოვიდე და მგონი გაგვიმართლა პირიქით, რომ დღეს აქ არაფერი არ ხდება. გვექნება მეორედ მოსვლის მიზეზი. კარგი, მშვენიერია ესეც, ანუ ეს კომბინირებული საკვების რეალიზებასაც აკეთებთ ხულოში, ხო? თუ ჩამოგაგვთ ჩვენთან. არა, ხულოში, არა. აქ ისეთი ის არის ტენდენცია, რომ ეს სრულიად ეს ბაზარის 10% რომ დააკმაყოფილო, ეგ არის ძალიან მაგარი ბიზნესი. ვა, და თქვენ რამდენ პროცენტს აკმაყოფილებთ? ჩვენთან არის ახლა გასულ წელს რომ მოვიძიე სურსათის ეროვნულ სააგენტოდან 18000 პირუტყვი იყო ხულოში რეგისტრირებული. აქედან ყოველწლიურად ახლა კი მცირდება. და აქედან 18 და რომ ერთი 10%-ზე რომ ემუშავა, ეს არაჩვეულებრივი გამოდის, იმიტომ რომ სრულიად ვერ დაივიღო მაგ ბაზარს. მაყოფილები ვართ რა. ძალიან მაგარია, ძალიან მიხარია. მიხარია რომ თქვენც კმაყოფილი ხართ და ამდენი ფერმერის გულსაც ახარებთ, პირუტყვის გულსაც ახარებთ. კი, რა თქმა უნდა. ბუნებაზეც ზრუნავთ, თქვენს უნიკალურ ბუნებაზე. სოფელზე ზრუნავთ. მომხმარებელი მოდის, თავისი თვალით ხედავს ჯეჯილსას, თუ როგორ არის, როგორ იზრდება და კომბინირებულ საკვებსაც თუ რა მიდის, რა იფქვება და რა მიაქვს თვითონ. ხულო მაინც ტრადიციებთან, ის ტრადიციულ შრომასთან ასოცირდება, კი. კი, ასოცირდება და სულ სხვა კულტურა აქვს შრომის. აი ამ ყველაფერში ესეთი თანამედროვე ინოვაციური იდეების შემოტანა კიდევ უფრო საინტერესოს ხდის აქაურობას და ვისურვებდი რომ ბევრმა ფერმერმა მოგვბაძოთ. რა თქმა უნდა. ვისურვებდი რომ ცარიელი სახლები აქ ხულოში, დიდაჭარაში, ამ ულამაზეს სოფლებში არ უნახოთ. დიდი მადლობა თქვენ რომ მატებთ აქაურობას, იმ ენერგიას, ძალას უნარჩუნებთ, რაც ეს საუკუნეებია მოსდევს ამ კუთხეს. დაიხარეთ, მადლობა. და ბევრ წარმატებას გისურვებთ.